მოგესალმებით. ტელეკომპანია იმედის ეთერშია იმუნიტეტი. გადაცემას მე გიორგი ჩიჩუა, ოფთალმოლოგი და ჩემი კოლეგა ნინო ნადირაძე, კარდიოლოგი გავუძღვებით. დღეს ქალის უროლოგიურ პრობლემებზე ვისაუბრებთ. თემაზე, რომელიც ბევრი ქალისთვის ხშირად დისკომფორტისა და უხერხულობის მიზეზი ხდება. ყურადღებას გავამახვილებთ ორ ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე: საშარდე გზების ინფექციასა და შარდის შეუკავებლობაზე. ზაფხული დასრულდა, მზისგან მიღებული რუჯის შემდეგ კი კანი განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი სტუმრებისგან მივიღებთ რეკომენდაციებს, როგორ მოვუაროთ კანს რუჯის შემდეგ, რათა შევუნარჩუნოთ მას ჯანსაღი და დატენიანებული იერი. დღეს ჩვენი სასაუბრო თემებია: საშარდე გზების ინფექცია ქალებში, ცისტიტის მკურნალობა, შარდის შეუკავებლობა და მისი ძირითადი ფორმები, უროლოგიური საფენების გამოყენება უნებლიე შარდვის დროს, როგორ მოქმედეს მზის სხივები მშრალ კანზე. მშრალი კანის მოვლის რუტინა. და ამ თემებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ბატონი ალექსანდრე ხელაია, უროლოგი, ანდროლოგი, მედიცინის დოქტორი. საშარდე გზების ინფექცია არის ყველაზე ხშირი ბაქტერიული ინფექცია. დღემდე ბოლომდე ამოუცნობი არის ეს პრობლემა. რატომ ხდება? საიდან აღმოცენდება? ქალბატონი ნინო კურკუმული, ექიმი დერმატოლოგი. კანი ასრულებს როგორც ბარიერულ ფუნქციას, ასევე დამცველობით ფუნქციას და იცავს ჩვენს ორგანოებს. ქალბატონი ლანა ყიფშიძე, ავერსის არამედიკამენტების დირექტორის მოადგილე. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ბრენდი ნორევა, რომელიც გახლავთ ფრანგული ბრენდი. და რა თქმა უნდა, სანამ სტუმრებს მოვიწვევთ, გიორგი, ჩვენს მაყურებელს შევახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ და გადაცემის სპონსორია GM Pharma. ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოს GMP-ის სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ პარი სენ-ჟერმენის პარტნიორია. მთის და პარი სენ-ჟერმენი 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის ბროზე სახელწოდებით IQ. ალკონის IQ აღიარებული როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბროლი მსოფლიოში. და გიორგი, ახლა კი დროა მოვიწვიოთ ჩვენი სტუმრები. გთხოვთ ბატონო ალექსანდრე სტუდიაში. მადლობა რომ მობრძანდით. მოგესალმებით გიორგი. მოვძანდით. ბატონო ალეკო, კიდევ ერთხელ მადლობა რომ გამონახეთ დრო და მოვძანდით ჩვენთან გადაცემაში. მაგრამ სანამ დავიწყებთ საუბარს, გთხოვთ ტალიოთ წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომაც. ბატონო ალეკო, საუბრობთ ძალიან აქტუალურ საკითხზე. და მოდით პირველი კითხვა იქნება ასეთი: როგორ ემართებათ ქალბატონებს საშარდე გზების ინფექცია? და ზოგადად რა არის ეს და რა პრობლემასთან გვაქვს საქმე? მიუხედავად იმისა, რომ საშარდე გზების ინფექცია არის ყველაზე ხშირი ბაქტერიული ინფექცია, დღემდე ბოლომდე ამოუცნობი არის ეს პრობლემა. რატომ ხდება? საიდან აღმოცენდება? ძალიან დიდმა კვლევებმა აჩვენა, რომ ძირითადი მიზეზი მაინც ნაწლავში არის. ანუ ნაწლავის დისბიოზი განაპირობებს იმას, რომ იქ არსებული სხვადასხვა პათოლოგიური ცვლილებების გამო იწყება განვითარება იმ ბაქტერიებისა, რომლებიც მერე ტოვებენ ნაწლავის ტრაქტს, ხდება მათი გავრცელება ანუსის მიდამოში, შორისის მიდამოში, და ქალბატონზე საუბრობთ, რა თქმა უნდა, ვაგინალური მიდამოს, ასე ვთქვათ, დაბრყობას უწყობს ხელს და იქედან უკვე პირდაპირ გზა არის სარდის ბურთისკენ, შასადენ იმილის გავლით, რომელიც ძალიან მოკლე არის ქალბატონში მამაკაცთან შედარებით, ამიტომ არის, რომ თითქმის შებარდება 1.86-თან არის საშარდე გზების ინფექციისა ქალში, ვიდრე მამაკაცებში. და პირდაპირ ღია კარი ხსნილია და საშარდე გზების გამომწვევი ბაქტერიები, როგორც არის ნაწლავის ჭხირი, კლეფსიალა პროტეუსი, რომლის აღმოცენების ადგილი არის ნაწლავი, ხდება საშარდე გზებში. და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტორი, რომ თუ დროულად არ მოხდა მკურნალობა და ჯერ დიაგნოსტიკა და შემდგომ მკურნალობა, შეიძლება ძალიან სავალალო
შედეგებამდეც კი მივიდეთ. ჩვენ გვყავს, რა თქმა უნდა, ქალბატონები, რომელსაც გაუმართლეთ და საშუალო გზების ინფექცია თელ ცხოვრების მანძილზე არასდროს არ დამართნია, მაგრამ სტატისტიკა აჩვენებს, რომ თუნდაც ყოველ მეორე ქალბატონს ემართება ეს. ანუ ქალბატონების 50%-ში ეს არის. მაგრამ აქ მერე ჩაშლა ხდება, არსებობს ქალბატონთა 20-25, 30%-იც კი, რომელსაც შეიძლება ეს პროცესი მუდმივ, ასე ვთქვათ, პრობლემის წინაშე იდგნენ. მუდმივად უმეორდებოდეს. როგორ ხდება საშარდე გზების ინფექციის აღმოჩენა მარტივად ქალბატონებში? სიმპტომების ხარჯზე რამოდენიმე წამყვანი სიმპტომი გვაქვს, ეგრეთ წოდებული ტრიადა, ეს არის წვადატკივილი მოშარდვის დროს, ეს არის ტკივილი შარდის ბურთის საპროექციო მინდამოში და შარდს ხშირად შეიძლება ჰქონდეს სპეციფიური სუნი. რა თქმა უნდა, ამას ემატება მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევები, იგივე შარდის ანალიზმა შეიძლება აჩვენოს ლეიკოციტების და ბაქტერიის რაოდენობა, შარდის მიკრობიოლოგიურ კვლევას ვახდენთ და მაგ დროსაც პოულობთ ბაქტერიას, კერძოდ ამ შემთხვევაში ნაწლავი ჟღერი როგორც ვახსენე, შესაძლებელია კლეფსიელა იყოს, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის. ნაწლავის, ასე ვთქვათ, მოქმედებაც უნდა შევკრიბოთ, ეს ანამნეზიდან ესეც უნდა გამოვმიჯნოთ, რამე პრობლემები ხო არ არის ყაბზობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამ პირიქით, ხშირად ფაღარათთან დაკავშირებული პრობლემები ხომ არ არის. ასევე გინეკოლოგიური ანამნეზი ძალიან მნიშვნელოვანია. რა დრო უნდა გავიდეს დაინფიცირებიდან სიმპტომების მანიფესტაციის პერიოდამდე? საშუალო გზების ინფექცია, ანუ ეს ბაქტერიები, აი რამოდენიმე წუთშიც კი მაქსიმუმ საათში შეიძლება, თქვათ, გავცელდეს, იმიტომ რომ ჩვენ ქონია შემთხვევები და კლინიკა აჩვენებს მაგას, რომ პაციენტს შეიძლება ფაღარათი დაეწყოს და იმავე დღესვე მას პარალელურად ჰქონდეს საშუალო გზების ინფექციაც. მოდით გადავიდეთ კონკრეტულად შარდის ბუშტის ანთებაზე, ანუ ცისტიტზე. დეფინიცია, ანუ განმარტება მოვახდინოთ საშუალო გზების ინფექციას და ცისტიტს შორის. საშუალო გზების ინფექციის დროს ჩვენ მეტნაკლებად გვაქვს ცვლილება შარდში და ჩვენ გვაქვს ბაქტერიები შარდში. ხოლო უკვე საშუალო გზების ინფექცია თუ მრავალგზის არის განვითარებული და მან მრავალგზის დააზიანა შარდის ბუშტის ლორწოვანი, ჩვენ გვყავს პაციენტი, რომელსაც აქვს მუდმივი დისკომფორტი შარდის ბუშტის საპროექციო მინდამოში. იმიტომ რომ საშუალო გზების ინფექციებს შორის განსხვავება იმ ქალბატონისა, ვისაც აქვს ცისტიტი, არის, რომ ვიდრე მას ინფექცია არ აქვს, მას ჩივილი არ აქვს. ინფექციის მომენტში ეწყება ჩივილი, ხოლო ცისტიტის შემთხვევაში მას მუდმივი ჩივილი აქვს. მისი შარდის ბუშტი მუდმივად წუხს, მისი შარდის ბუშტის ლორწოვანი მუდმივ გაღიზიანებას და ანთებით ცვლილებებს განიცდის. და ესეთი ქალბატონი უფრო მეტად შეწუხებულია თავისი ჩივილებით. და ყველაზე მთავარი და საინტერესო ის არის, რომ აღნიშნულმა ქალბატონმა რომ ჩააბარო შარდის ანალიზი და ასევე შარდის ნათესი, მათთან შეიძლება არანაირი ცვლილება ვერც კი ვნახოთ. მაგრამ არსებობს უფრო ღრმა კვლევები, ლაბორატორიული კვლევები, რო ვატარებთ კლინიკურ დაკვირვების, როდესაც ჩვენ თუ გვინდა ვნახოთ ეგრეთ წოდებული ანთებითი მედიატორები, ჩვენ აუცილებლად იქ ცვლილებებს ვიპოვით, რაც ახასიათებს იმას, რომ მათი ყოველი შარდის ბუშტის ლორწოვანის კედლის ზედაპირის უჯრედი იშლება, მათ მიერ გამოიყოფა რაღაც გარკვეული ნივთიერებები და ამას პოულობთ. ამას ჩვენ რუტინულად ვერ ვაკეთებთ. ამის გამკეთებელი ლაბორატორია ბევრი არც კი გვყავს, მაგრამ კლინიკურადაც გამოვლინებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. თვითონ პაციენტი თავისი ჩივილებით გეუნება და შენ ამის მიხედვით საზღვრავს, სად უნდა გადაიხარო ქრონიკული ცისტიტისკენ და სხვა მკურნალობა შესთავაზო და სად უნდა მართო საშუალო გზების ინფექცია და მორიგი რეციდივი არ განვითარდეს, ამისთვის რა შესთავაზო. რა დროს არის ხოლმე ტემპერატურული რეაქცია და რამდენად არის აუცილებელი, რომ მწვავე ცისტიტის დროს იყოს ტემპერატურული რეაქცია ან ქრონიკული ცისტიტების შემთხვევაში თუ აქვს ადგილი ამ სიმპტომს? ტემპერატურული რეაქცია ეს არის უკვე ორგანიზმის რაღაც მანიფესტირებული პასუხი ამა თუ იმ პროცესზე. მწვავე ცისტიტის დროს ჩვენ შეგვიძლია ვქონდეს ტემპერატურული რეაქცია, ვინაიდან ინფიცირებული შარდი შეიძლება აღმავალი გზით ხდებოდეს თირკმლებში და თირკმლებში მიმდინარეობს ეს ანთებითი პროცესი. თუ პროცესი არის შარდის ბუშტის ლორწოვანის შემოფარგლული, ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს ტემპერატურული რეაქცია. უიშვიათესი შემთხვევები არის, როდესაც მიმდინარეობს შარდის ბუშტის ლორწოვანის კედლის გამოხატული ანთებით პროცესის შეშუპებით. ჩირქოვანი ესეთი პროცესი, ამას ეწოდება ეგრეთ წოდებული პანცისტიტი, ანუ მთელი შარდის ბუშტის კედელი არის ანთებით პროცესში. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, ტემპერატურული რეაქცია. ყველაზე მძიმე რა გართულება შეიძლება განვითარდეს და რით შეიძლება დამთავრდეს პაციენტისთვის? თუ ჩვენ გვაქვს მორიციდივე საშუალო გზების ინფექცია და საშუალო გზების ინფექციის პროცესი მეორდება, ეს ნელა მიდის იმ
იმისკენ, რომ ვითარდება შარლის ბუშტის ლორწოვანის დაზიანება, რომელიც ხდება შეუქცევადი. ხოლო შარლის ბუშტის ლორწოვანის დაზიანება, შეუქცევადი დაზიანება განაპირობებს მუდმივ ტკივილის სინდრომს. ამას ეწოდება მტკივნეული შარლის ბუშტის სინდრომი. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა იმ პაციენტებისა, ვისაც აქვს საშუალო ინფექცია. საბედნიეროდ, აღმოვალი ინფექცია, რასაც წვავი პილონეფრიტი ახასიათებს და ტემპერატურული მომატება ხშირი არ არის. რას უნდა მიაქციონ ყურადღება ქალბატონებმა იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის განვითარება? აი თქვენი რჩევა რა იქნება? გაუსვათ ხაზი, როდის ხდება, რა არის, რომელ ასაკში ხდება აი ამ საშუალო ინფექციის აღმოცენება. უპირველესად არის რა თქმა უნდა პედიატრიული უროლოგიური პრობლემები, რა თქმა უნდა შეიძლება იყოს შარტკენჭოვანი დაავადება, მოშარდვის დარღვევა, ესენი გვერდზე გადავდოთ. იმიტომ რომ იქ არის სხვადასხვა უკვე ცნობილი ჩვენთვის მიზეზები. ხოლო ეგრეთ წოდებული უცნობი მიზეზების ფონზე როგორ ხდება ამ საშუალო ინფექციის დაწყება? პირველი, ეს არის სქესობრივი ცხოვრების დაწყება. შესაბამისად, სქესობრივი ცხოვრების ყველა ჰიგიენის წესი, შესაბამისი წესი პარტნიორის ჩათვლით უნდა იყოს გათვალისწინებული, იმიტომ რომ საშუალო ინფექციის ნომერი პიკი ეს არის სქესობრივი ცხოვრების დაწყება. შესაბამისად აუცილებელი არის საშუალო ფლორის მოწესრიგება. შესაბამისად აუცილებელი არის პარტნიორის ჰიგიენის წესების დაცვა. მეორე მომენტი საშუალო ინფექციისა ეს არის კლიმაქტერული პერიოდი. შესაბამისად, ქალი, როგორც კი უკვე აღწევს კლიმაქტერულ პერიოდს, მის შემთხვევაში უნდა იყოს ეს გათვლა ჩადებული იმასა, რომ პრევენცია მოხდეს არა მხოლოდ ოსტეოპოროზისა, არა მხოლოდ გულსის ძარღვთა დაავადებების პრევენციისა, იმიტომ რომ კლიმაქტერული პერიოდის დროს ეს მაჩვენებლები ქალებში მკვეთრად მატულობს და უახლოვდება იმ მაჩვენებლებს, რაც მამაკაცს ახასიათებს. ამ მხრივ იქ კანის პრობლემაა, იქ თმის პრობლემაა, მაგრამ გარდა ამისა უნდა იყოს დაცული საშოს ლორწოვანის მდგომარეობა, რაც პირდაპირ აისახება შარლის ბუშტზეც. აქ აუცილებელია ეგრეთ წოდებული ჰორმონჩამოცდული თერაპია. დამტკიცებული არის, რომ თუ ჰორმონჩამოცდული თერაპია დაგვიანდება 10 წლით კლიმაქტერული პერიოდის დაწყებიდან, მერე მისი დაწყებას ნაკლები შედეგი აქვს, ვიდრე თავიდანვე როგორც კი გადავა. მე აღარ ვამბობ იქ ალების ფენომენზე და სხვა კლიმაქტერული პერიოდის გამოვლენებაზე. უშუალოდ უროლოგიური პრობლემა განვიხილოთ კლიმაქტერული პერიოდისა. რატომ ხდება ეს ერთს და ახალგაზრდაშიც და ასე ვთქვათ კლიმაქტერული პერიოდის ორივე შემთხვევაში ხდება საშოს ფლორის დარღვევა, ხოლო საშოს ფლორა დარღვევა უკვე ვეღარ იცავს პათოგენური ბაქტერიებისგან, რომელიც მეტნაკლებად ყოველთვის ტრიალებს. აქედან გამომდინარე, აი ეს არის პრევენცია, რომ ნაწლავის ფუნქციის მოწესრიგება, ნაწლავში კარგი ბიფიდო და ლაქტობაქტერიები უნდა იყოს ჩანერგილი, თუნდაც პრობიოტიკების გამოყენებით, სწორი კვებით, იგრძის პროდუქტები იქნება თუ არა, ბოჭკოვანი საკვები იქნება, მეტი მცენარეული საკვები იქნება, ბოსტნეული მეტი, სითხის მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხოლო რაც შეეხება საშუალო ფლორის ასე ვთქვათ მოწესრიგებას, ბევრი საშუალება არსებობს იმისათვის, რომ ნომერ პირველი ეგრეთ წოდებული ლაქტობაქტერია კრისპატუსი, რომელიც არის დღესდღეობით ქალისთვის ოქროს სტანდარტი, ოქროს ლაქტობაქტერია, ის იყოს მასში ჩადებული ასე ვთქვათ და მიწოდებული. იმიტომ რომ ლაქტობაქტერია კრისპატუსი იცავს ქალს დისბიოზისგან, ბაქტერიულ ვაგინოზი ეს არის ძალიან ხშირი გინეკოლოგიური პრობლემა, პაპილომა ვირუსისგან, ჰორმონალური დარღვევიდან, მაგალითად პოლიცისტური საკურთხევლის სინდრომისგანაც კი ეს არის ძალიან ხშირი ახალგაზრდებში ეს პრობლემა და დისბიოზთან არის ეს დაკავშირებული. საშუალო ინფექცია თავისთავად. აი ეს არის ძირითადი პრევენციული ღონისძიება. რამდენად არის მნიშვნელოვანი, რომ არ შეიკავოს მოშარდვისგან თავი ადამიანი მოეშარდა და აი მთელი დღის განმავლობაში იკავებს და მერე შედის და შეიძლება დაცლაც ბოლომდე არ მოხდეს. აი ეს პრობლემა როგორ ძალიან ცუდი ჩვევა არის ეს და არის კვლევები ჩატარებული, სადაც საშუალო ინფექციის ასე ვთქვათ ალბათობა შეფასდა გოგონებში თუ როგორი ჩვევა ჰქონდათ სითხის მიღების და საფერფაროში შესვლის ასე ვთქვათ წესებთან დაკავშირებით და სამწუხაროდ ადვილი მისახვედრი არის რომ იმ გოგონებში ვინც სითხეს ნაკლებად იღებდა და ნაკლებად ასე ვთქვათ სტუმრობდა საფერფაროშს მათ
თან საშუალო გზების ინფექციის ალბათობა გაცილებით მეტი იყო. იმიტომ რომ არ არსებობს სტერილური შარდი. შარდზბუში ყოველთვის არის რაღაც გარკვეული ბაქტერიები და რაოდენობა, იმიტომ რომ ისინი PCR კვლევით შეგვიძლია ჩვენ დავადგინოთ და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვაყოვნებთ შარდზბუშის დაცლას, მის მექანიკურ დაცლას, მექანიკურ გასუფთავებას ამ ბაქტერიებიდან, ასე ვთქვათ, ამ ბაქტერიების მოშორებას, რაღაც გარკვეული ციკლი, 1-2 ციკლი ამ ბაქტერიების ზრდაში მიდის და აი ეგეთი მომენტიც შეიძლება ესეც რისკ ფაქტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ქცევითი რეკომენდაციები, კვებითი რეკომენდაციები და ცუდ ბაქტერიებთან ბრძოლა კარგი ბაქტერიების გამოყენებით, ეს არის ალბათ ყველაზე კარგი ალტერნატივა გაუთებელი ანტიბიოტიკების გამოყენებისა. არსებობს ასევე ესეთი სიმპტომი შარდის შეუკავებლობა. არსებობს ფიზიოლოგიური გარკვეულწილად და არსებობს პათოლოგიური. აი რა რომელმა ინფექციებმა შეიძლება ხელი შეუწყოს შარდის შეუკავებლობის განვითარებას. ეს ძალიან კარგი კითხვა არის. ვინაიდან ჩვენ ახლა ვემზადებით კონფერენციისთვის, სადაც ჩვენმა ასოციაციის გენერალურ მდივანმა ბატონმა არჩილმა მთხოვა მე მომეზადებინა მოშარდვის დარღვევები ქალბატონებში. და დღესდღეობით გამოჩნდა უკვე პუბლიკაციები, რომლებმაც ჩაეძიეს და აი რაზეც მე მქონდა საუბარი და იპოვეს ბაქტერიები შარდის ბუში, რომელიც ჩვეულებრივი სტანდარტული ანალიზებით არჩევს PCR კვლევებით. მე თქვი რომ შარდი არ არსებობს სტერილური რომ იყოს, იქ ყოველთვის არის ბაქტერიები, სხვა ტიპის ბაქტერიები, სხვა მცირე რაოდენობის. მეცაც გეტყვით, შარდის ბუში არსებული ბაქტერიები 30 ბოდიში, 20 მცირე ციფრია, 30-60%-ში იმეორებს ნაწლავში არსებულ ბაქტერიებს. კარგი თუ იქ ბევრი არის, აქაც ბევრი არის, ცუდი თუ იქ ბევრი არის, აქაც ცუდი არის. შესაბამისად, თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ იმ ქალბატონებში, ვისაც აქვს შარდში პათოლოგიური ბაქტერიები, რომელიც ახასიათებს როგორც ნაწლავის დისბიოს, ასევე საშოს ფლორის დისბიოს, მათ ხშირად აქვთ ეგრეთ წოდებული ჰიპერაქტიული შარდზბუშტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ჰიპერაქტიული შარდზბუშტი რა არის? მომინდა ვერ ვასწრებ ნისლას. შესაბამისად, გარდნერალა ვაგინალისი, რომელიც არის ნომერ პირველი პრობლემა დღეს ამბულატორიულ გინეკოლოგიაში, რომელიც ცხოვრობს თურმე ასევე შარდზბუში არის ჰიპერაქტიული შარდზბუშტის გამომწვევი მიზეზი. მაგრამ დავაზუსტებდი უფრო ახალგაზრდა გოგონებში, ეგრეთ წოდებულ პრემენოპაუზალურ პერიოდში, რეპროდუქციულ ასაკში. დაისვა დიაგნოზი და რა ვშვებით შემდეგ? ორივე შემთხვევაში კლიმაქტერული პერიოდი ძალიან გადამწყვეტი არის, იმიტომ რომ იოგიბის და კუნთოვანი სისტემის ასე ვთქვათ, მოდუნება ხდება. როდესაც, როგორ გითხრათ, ჩამკეტი მექანიზმი დუნდება და შარდი გვეღრება და ეს ყველაფერი ყოველთვის არის დამოკიდებული ჰორმონალურ სტატუსთან. მეორე მომენტი, ახალგაზრდა გოგონას რატომ შეიძლება შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა დაემართოს, ეს არის მძიმე და რთული მშობიარობა. ან მრავალგზის მშობიარობა. აი ესეთ გოგონებს ყოველთვის კუნთები უდუნდებათ და მათი ჩამკეტი მექანიზმი უკვე მორყეული არის. არ არის ყოველთვის ოპერაცია საჭირო შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის დროს. მე მრავალგზის მithქვამს და კიდევ გამეორდები, რომ ყველა ქალბატონს, ვისაც აქვს შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა, ყველას ოპერაცია არ სჭირდება და ყველა ქალბატონი, ვისაც ოპერაცია სჭირდება, სხვადასხვა მიზეზების გამო არ იკეთებს აღნიშნულ ოპერაციას. შესაბამისად, ექიმმა უნდა ჩამოყალიბდეს თავად საკუთარ თავში ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა სწორი გზა მიუთითოს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რა სწორი გზა. ის რაც შენ კლინიკას შეუძლია, ის მას არ ნიშნავს, რომ იმ აღნიშნულ ქალბატონს ეს ყველაფერი სჭირდება, იმიტომ რომ არსებობს ბევრი პროცედურა, მაგალითად, სავარძელი ჩვენს გვაქვს კლინიკაში სავარძელი და მაქსიმალურად იმ ქალბატონს, ვისაც ეს სავარძელი სჭირდება, ჩვენ სთავაზობთ სავარძელს, მაგრამ მაპატიეთ ყოველ ნამბიჯის გადადგმაზე შარდი რო ეღრება, ეს უკვე არის რთული ფორმა შარდის დაძაბვის შეუკავებლობისა და ჩვენ მას სავარძელს შევთავაზებთ, იმიტომ რომ ეს უეფექტო იქნება. შესაბამისად, ეს იწვევს გარკვეულ ნიხილინს, ეს იწვევს აპატიას, ვიყავი, არ მეშველა, შედეგი არ მაქვს. ყველა კონკრეტულ პაციენტს ჩვენ უნდა შევთავაზოთ კონკრეტული გამოსავალი. რა შემთხვევაში დგება მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობა? ჰიპერაქტიული შარდზბუშტის დროს ჩვენ აუცილებლად საქმე გვაქვს შარდზბუშტის კუნთის მომატებულ შემკურშადობასთან და არსებულ ფარულ და არა იდიოპათიურ, როგორც ახლა ვთქვით, ჩვენ ანთებით პროცესთან. შესაბამისად, უნდა ვიპოვოთ, იმიტომ რომ PCR კვლევები დღეს ჩვენ გვაქვს, ხშირად ვიყენებთ მე შართან ერთად PCR კვლევებს იმ ბაქტერიებზე, რომელიც ვაგინაში, საშოში ცხოვრობს. შესაბამისად, მათი მოშორება ხშირად ახალგაზრდა გოგონებში
იმიტომ რომ ხშირად გოგონებში, ახალგაზრდა გოგონებში მუდმივი მოშარდვის სურვილი არის. ხოლო იმ ქალბატონში, ვისაც აქვს სფინქტერის, იოგების მოდუნება, დახველება დაცემინებაზე, ხტუნვაზე, სიცილზე, შარდის უნებლიე დაღვრა, თუ ეს არის საწყის ეტაპებზე გამოხატული პროცესი, ჩვენ შეგვიძლია საოცრად შევთავაზოთ, ჩვენ შეგვიძლია ლაზეროთერაპიას შევთავაზოთ, რომ ლოკალური კუნთოვანი სისტემა ან საშუალწლოვანი გავაძლიეროთ, თუ ჩვენ გვაქვს საქმე უკვე შორს წასულ ინტენსიურ კვეთრ გამოხატულ შარდის დაძაბულ შეუკავებასთან, ჩვენ ვაკეთებთ სპეციალურ ოპერაციას 40 წუთი ოპერაციის ხანგრძლივობა მეორე დღეს უკვე ქალბატონის სახლში მიდის. და ჩვენთან წარმოდგენილია კანფედის საფენები, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეუმსუბუქდეს და ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს იმ ქალბატონებს, რომელთაც აქვთ შარდის შეუკავებლობა და თქვენი აზრით რა ადგილი აქვს აი ამ საფენებს კონკრეტული დაავადების დროს. მე შემიძლია გამოვყო სამი ძირითადი, ასე ვთქვათ, ჯგუფი ჩვენი მოსახლეობისა, ვისთანაც ჩვენ იძულებული ვართ გამოვიყენო საფენები და ჩვენ გვაქვს ხარისხიანი საფენი კანფეთის სახელწოდებით, რომელიც აბსოლუტურად სხვადასხვა ჯგუფის მოსახლეობაზე არის მორგებული, როგორც ქალბატონებზე, ასევე მამაკაცებზე. პირველი ეს არის ესეთი კატეგორია პაციენტებისა, რომელსაც ჩვენ ჩაუტარეთ ძალიან კარგი მკურნალობა, მაგრამ იმათ ფსიქოლოგიური შიში აქვს და უროლოგიური საფენთან ერთად უფრო მეტად ასე ვთქვათ, თამამები არიან. აი ესეთი პატარა ჯგუფი, მაგრამ არსებობს ესეთი ჯგუფი. მეორე ჯგუფი, მაგალითად, ჩვენ არაფერი არ გვიგვთქვამს მამაკაცებთან დაკავშირებით. მაგალითად, მამაკაცთან რადიკალური პროსტატექტომიის შემდეგ, ანუ პროსტატაზე ონკოლოგიური ოპერაციის შემდგომ პერიოდში, რაღაც გარკვეული პერიოდის დროს გვაქვს მცირე რაოდენობით, ასე ვთქვათ, დინება და ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ფიზიოთერაპია, სავარძელზე ვარჯიში და ასევე რაღაც გარკვეული დრო. და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანი უნდა იყოს კომფორტში და შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია უროლოგიური საფენები მამაკაცებისთვისაც შევთავაზოთ მამაკაცებსაც. ჩვენ შეგვიძლია ესე მოგვიანებით ვაჩვენოთ კიდეც უშუალოდ რაში როგორ გამოიყურება. ასევე ჩვენ შეგვიძლია გარკვეული პერიოდში მოლოდინს, ვინც ოპერაციას ელოდება ქალბატონების სკოლის ხოლმე, მათაც გამოიყენონ აღნიშნული საფენები. ჩვენ იმის დამიხედვით თუ რა ინტენსივობის შარდის დაღვრა ხდება ამა თუ იმ კონკრეტულ პაციენტში, ჩვენ გვაქვს უროლოგიური საფენები, ჩვენ გვაქვს ტრუსები დიდებისთვის, მოზრდილებისთვის და ასევე გვაქვს საფენები გვერდითი შესაკრავი საშუალებების გამოყენებით. ანუ ეს ბოლო ორი ტრუსები მოზრდილებისთვის და გვერდითი შესაკრავი საფენებით აღნიშნული დამხმარე საშუალებები არის გათვლილი იმ პაციენტებისთვის, ვისაც ძალიან დიდი რაოდენობით ეღვრება შარდი. არის შემთხვევები გინეკოლოგიური ოპერაციების შემდგომ, როდესაც არის საშიში გზების დაზიანება, შარდი მოედინება და გარკვეული პერიოდი, ვიდრე ოპერაცია ჩატარდება, აღდგენითი რეკონსტრუქციული, აღნიშნულ პაციენტსაც უნდა შევთავაზოთ დახმარება. და არის საშუალება სამწუხაროდ ის პაციენტებში, რომელიც ვერ გადაადგილდება, მუდმივად ვერ იქნება ეგრეთ წოდებული სტომები, კათეტერები და სამწუხაროდ ან ღამის საათებში, ან დღის განმავლობაში მათ რაღაც გარკვეული პრობლემები აქვს შარდის შეუკავებასთან. მათთანაც ჩვენ შეგვიძლია გამოიყენოთ აღნიშნული საფენები. ანუ პრაქტიკულად ბატონ ალეკო, როგორც ხვდები, დღეს არსებობს ესეთი საშუალებები, რომელიც აი დისკომფორტს, აი უხერხულობას მარტივად უხსნის პაციენტს. თავარი ის არის, რომ ჩვენ არასდროს არ უნდა გამოვიყენოთ მაგალითად ქალბატონებში ეგრეთ წოდებული მენსტრუალური ციკლის დროს არსებული საფენები, იმიტომ რომ მათი ასე ვთქვათ ფიზიკური და ანატომიური მაჩვენებლები სულ სხვა არის და შესაბამისად ჩვენ გვაქვს საშუალება მათ აქვთ სპეციალური ზედაპირი, რომელიც მაქსიმალურად შეიცავს ცელულოზას შეიცავს, რომელიც შარდს გელად აქცევს, მათ შეუძლიათ ზედაპირზე გადაანაწილოს თანაბრად აღნიშნული შარდი, აქვს გვერდითი ელასტიური კიდეები, რომელიც არაძლევს საშუალებას შარდი გვერდზე გადმოიღვაროს, ტრუსი ან ტასაცმელი დასვებდეს, არაძლევს საშუალებას, რომ ირიტაცია, კანის გაღიზიანება მოახდინოს და თუ ჩვენ გვაქვს საქმე ეგრეთ წოდებულ ტრუსებთან დიდებისთვის და საფენებზე გვერდითი შესაკრავთან მიმართებით, მათ აქვთ სისავსეობის ინდიკატორის მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ ვუყურებთ, ან მოვლელი ხედავს, ან თავად პაციენტი ნახულობს, რომ უკვე შეივსო
და უკვე უნდა გამოიცვალოს. ანუ ესეც ერთგვარი კომფორტი არის აღნიშნული ჩვენი პაციენტებისთვის. ბატონო ალეკო, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ყოველთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი. მით უმეტეს ძალიან აქტუალურ თემებს განვიხილავთ ხოლმე. ახლა კი იმუნიტეტში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ კანის რუცს და მოვლის საშუალებებს. იმუნიტეტი რეკლამის შემდეგ იმედის ეთერში დაბრუნდა. შეგახსენებთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. და გადაცემის სპონსორია GM Pharma, ის წარმოადგენს საერთაშორისო მულტინაციონალურ ფარმაცევტულ კომპანიას, რომლის მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და საქართველოს GMP სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM Pharma ემსახურება მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. გადაცემის სპონსორია წყალი მთის. წყალი მთის საფეხბურთო კლუბ Paris Saint-Germain-ის პარტნიორია. მთის და Paris Saint-Germain 4 წელი ერთად. და გადაცემის სპონსორია ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი. გიორგი ჯავრიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით ოფთალმიჯის თბილისის სათაო კლინიკა საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გადავიდა ამერიკული კომპანია ალკონის ბროზე სახელწოდებით IQ. ალკონის IQ აღიარებული როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბროლი მსოფლიოში. და სანამ სტუმრებს მოვიწვევთ, ვნახოთ ბლიცი ექიმთან და მოვისმინოთ ექიმის საინტერესო პასუხები ძალიან საინტერესო შეკითხვებზე. მთავარი მიზეზი, რის გამოც ექიმი გახდით? მე მყავდა გამზელი ბებია, რომელსაც ჰქონდა თავის ტკივილები. და ოდითგან პატარაობიდანვე ძალიან ხშირად ჰქონდა შემთხვევას ადგილი, როდესაც ამ დიდი ტკივილის მიუხედავად თავის თავს ჩვენ გვიძღვნიდა მთლიანად, მაგრამ მახსოვდა ეს საშინელი განცდა, რომ ტკივილია და ვერაფრით ვერ უამებ ამ ტკივილს პატარა ბავშვებმა არ ვიცით ეს ამისი მოვლის გზა და თვითონ მაშინ რაღაცა ხერხები იყო ამ ტკივილს გაინელებდა ხოლმე. და როდესაც წამოვიზარდე, მე ხა უფროსი შვილი ვიყავი და ბებიო ექიმი გამოდიდა. ერთი გაიგე ამ თავში რამ ტკივა, რამ კლავსო. ეს სიტყვები ბავშვობიდან დამყვა. და უკვე სკოლის მოწაფეობის ჟამს მე უკვე დიდი ხნის არჩევანი მქონდა გაკეთებული ექიმობის ხარეს. მე სკოლის შუალედში, სადღაც მე-6-7 კლასში ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. პრაქტიკულად პატარა ბიჭმა ერთი თვალი დავკარგე. მე მახსოვს ის 2 თვე ბრძოლა ჩემი თვალის გადასარჩენად. უკვე როგორც ფუნქციით არა, აი თვალი რო გადაერჩინათ. და მახსოვს ის ადამიანები ყველა მახსოვს და აი ამ ადამიანებმა ეს ქართული სკოლა იყო, დიდი სკოლა ძალიან და მათმა გადაარჩინეს პატარა ბიჭის თვალი. და მე ეს მახსოვს. და მე ვიფიქრე რომ კიდევ ერთხელ გამიმძლიერდა იმისი მოთხოვნილება რომ ეს უკან დამებრუნებინა. პაციენტი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ. ხო, ასეთი ძალიან ბევრია. ვზივარ ჩემთან სამუშაო გარემოში. შემოდის ამ რიგში 2 ბიჭი ურიგოთ. ესე იგი, იქ რო შეხედეს ეს ბიჭები რომ მოდიან, ესენი არ მოდიან უხეშად. ესენი მოდიან მოლასლასებენ, მკტრებით, ჯეგვარი იკითხეს ჩემი და აი ფეხები უკან რჩებათ, ალბათ იქმა შეიცოდა. და შემოუშვეს ეს 2 ბიჭი. და მიყვებიან შემდეგს. ჩვენ გამოგაგზავნოსო ერთი დაწესებულებიდანო დედა მოგიყვანეთო. სიმსივნის დიაგნოზით არის წამოსული იქიდან. ეხა მანქანაშიო მამა და დედა ერთად ზიანო, მამა ვერც განმონისო შიშიო და დედაო უნდა გადმოვიყვანოთო თქვენთან. მე რო გავიგე შევწუნდი ძალიან ჯერ ძალიან შემეცოდნენ ესენი და ეხა ძალიან ბევრი ცუდი დიაგნოზი მაქვს დასმული ჩემ ცხოვრებაში. ზოგი ელდასავით იყო, ზოგი ესეთი შემოვლითი გზით მოუყევია პაციენტს მის თავდმურს. ეს ერთბაშად ეხლა კი ამოდა პირდაპირ უთხარი შეგუნდო, მაშინ ჩვენ დროსაც და სხვანაირად იყო. მე უთხარი შემომიყვანეთ მეთქი და რიგი უკვე ვთხოვე რიგს რომ აი ამდენი ხალხია და მე უთხარი თუ შეიძლება მეთქი რას საკვირველია დამთახმენ ამაზე და შემომოყავთ ხალი. ეს მე გავარკვი არის 59 წლის ასაკით, ქალთა წესი მოლეული აქვს
ნაადრევ ასაკში გადაიარა ამ პერიოდმა და 39-40 წელს 9 წელიწადია ამ ქალს ქალთაწესი არ ქონია რომ მოყავთ სანამ მოდის არა ავატყოფი მე რომ თვალზე ხა ბევრი ადამიანი მყავს და ზოგიერთ სიარულზე ვატყობ ზოგიერთ ლაპარაკზე არაფერს ეს არ გავს მაინც ჩემ თავს იჭით უყურებ რა ხდება ეს ბიჭები კარებთან დავტოვე და შევიყვანე გასასინჯად რო დავაწვინე და ეხა აპარატია რომელსაც დიდი ეკრანი აქვს და იქა გადამწოდი რომელსაც სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაადებ და სიღრმისეულად ჩანს ორგანოები ყველაფერი ესე რო დავადი გადამწოდი და რა ვხედავ არის 32 კვირის ორსულობა სრულიად გამორიცხული მისთვის წარმოუდგენელი რამ ეხლა დავინახე ეხლა უცბად არ ავდექი მაგრამ ჩავყევი ბოლომდე დავათვალიერე ამისი ტვინის პარკუჭები გულის პარკუჭები ვიძლი მოსატყოფი ნაყოფი თავიდან ბოლომდე შევისწავლე აქტიურობა მისი სუნთქვითი აღგე მოძრაობა ყველაფერი ჭიპლარის ის ნაკადები ხოდა დავწუნდი რომ ეს ყველაფერი არის კარგად და ის ვადაც არის 32 კვირა რომ უკვე არ მისის ყველაფერი და სქესის დავინახე და არის ბიჭი იმ მომენტში გავხდი ყველაფერი ალბათ ეხლა ჩემ თავში პირველად ვირწმუნე რომ მართლა არის საფრთხო ძალა რომელსაც მოიკრებ ამ დროს და ჯერ ამას უთხარი მშვიდად იყავი და ამაგი შეიკივლა და გამოდივარ გარეთ ეს ბიჭები მელოდებიან და ეს ამდენი ხალხი ყველა გულშემატკივრობს და მეც ეხლა ცოტა მინდოდა ისეთი ხასიათის შემეცვალა და ეს ბიჭები დგანან სიკვდილის მოლოდინში რომ უნდა მუთხრა და მეუნები ელოდეთ ორ თვეში მესამე ძმა გეყოლებათ მეთქი ჩემ ცხოვრებაში აი ხომ მითხარი რა დაგავიწყდება ყველაფერი მახსოვს მაგრამ ეს თვალები არ დამავიწყდება ელოდებიან სიკვდილს თვალებში არის სიკვდილი დედას ემშვიდობები ერთ წამში როგორ იცვლება სიკვდილის სიცოცხლე და ვარვერ და ამის მერე ხდება წინ მე ეს ამ ხალხს ვარღო გავდივარ გზელი კორიდორია უკან მომზდევენ ესენი ბიჭები ხალას ეტანებიან კოცნიან ხალას მკოცნიან ეს ემოცია ამდენხანი გავიდა თითქმის 40 წელიწადი შეუცვლელია ჩემ ცხოვრებაში რას ნიშნავს ექიმისთვის წარმატება გამოწვევა მარტო აიმიტომ ამას ახალი გამოწვევა მოყვება როგორც კი ერთხელ რო იწამო რომ შენ რაღაც წარმატებას მიაღწია და რა თვითმაყოფილი შეხვდი ამ წარმატებას იმ თუდას ააგებ ეს არის შეთავაზება ახლის რომ ამაზე მეტის გაკეთება შეგიძლია თავარი რამ რაც თქვენმა სამედიცინო პრაქტიკამ გასწავლათ მოდუნება არ შეიძლება არასოდეს რა არის ყველაზე რთული ექიმის პროფესიაში ხო პრაქტიკულად ექიმის პროფესიაში ყველაზე რთული არის თმენის ხელოვნება ხათრული გამოთქვა ხალას ჩაიცვამ და უნდა დაივიწყო რომ შენ არსებობ როგორც დამოუკიდებელი პიროვნება შენ ხარ მედიატორი ბრძოლის ველზე და პაციენტს რომ ხელი შეუწყო ყველაფერს ფიჩიც ეს გიდევს შენ იქ აღარ არსებობ ხარ თუ ჟანგბადი ჭირდება ჟანგბადი სისხლი ხარ სისხლი უნდა იყო ფეხი რო ტკივა მის ფეხი უნდა მოკლედ შენ იქ არა ხარ და ეს უნდა მოითმინო რჩევა რომელსაც მომავალ ექიმებს მისცემდით ისწავლეთ ყველაფრისაგან ყველასგან და ყველაფრისაგან რას ეტყოდით იმუნიტეტის მაყურებელს თვითონ დასახელება იმედი ეს არის ყველაზე დიდი რომელიც შეიძლება ნებისმიერ პოტენციურ პაციენტს უთხრა 22 წელიწადია თითქმის იმედთან ურთიერთობა მაქვს მისი ჩასახვიდან მერე მისი დაბადებით და მისი ყველა გაჭირვების გადატანით აი ეს ტელეკომპანია არის ექიმის ფუნქციით აღჭურვილი ტელეკომპანია იმიტომ რომ ჯერ ერთი გამჭვირვალობა აქვს მაღალ დონეზე მერე აქ შეგიძლია დაიჩივლო ანუ სადგივარი თქვა მერე აქ ამაზე არ დაგცინებენ ამ სადგივარზე გულისხმიერები იქნებიან მოვლენ გაისიგზეგანებენ შემდგომლობა შემოგეხიდებიან და ჩევასაც მოგცემენ და არა მარტო ჩევასაც დახმარებასაც გაგიწევენ თქვენი გადაცემის მაყურებელს თითოეულს ვეთქვი ხა ახალგაზრდების მომისმენენ და ხანდაზმულებმა ჩემზე უკეთესად იციან უბრალოდ ახალგაზრდებს ყველაზე საინტერესო არის ადამიანის ცხოვრებაში შეიმეცნო შენი თავი
ამ მუდმივად ცვალებად სამყაროში. არის ერთი ჭეშმარიტება, ერთი გამორჩეული ჭეშმარიტება. ქვეყნად უცვლელი მხოლოდ ის არის, რომ ყველაფერი ცვალებადია. ანუ მუდმივია ცვალებადობა. და ამ ცვალებადობაში შენი თავი უნდა შეიმეცნო. აი უნდა შეეცადო, რომ აი ამ მუდმივ ცვალებად სამყაროში შენი თავის შეცნობის გზაზე სხვებთან ერთად გაიარო ჭეშმარიტებისკენ მიმავალი 9 კრიტული. და ბლიცის შემდეგ, რა თქმა უნდა, დადგა დრო მოვიწვიოთ ჩვენი სტუმრები. ქალბატონი ნინო კურკუმული, ექიმი დერმატოლოგი და ქალბატონი ლანა ყიფშიძე ავერსის არა მედიკამენტების დირექტორის მოადგილე. სტუმრებს ვთხოვ სტუდიაში. მოგესალმებით, გამარჯობა. გამარჯობა. როგორი ლამაზი სტუმრები გყავს. გამარჯობა. გთხოვთ. მოგესალმებით, სასიამოვნოა რომ გამონახეთ დრო და მოგზავნით ჩვენთან გადაცემაში. საუბრობთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც სილამაზესთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, მაგრამ ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ საუბრობთ რუჯზე და განსაკუთრებით ძალიან საინტერესოა, როგორ მოქმედებს რუჯი მშრალ კანზე. კანი ასრულებს როგორც ბარიერულ ფუნქციას, ასევე დამცველობით ფუნქციას და იცავს ჩვენს ორგანოებს, ასევე ჩვენი სილამაზის წყაროა კანი და უნდა გამოიყურებოდეს ლამაზი და მოვლილი. ამისათვის მოვლის საშუალებები არის პირველი, რუჯი თავიდან მშრალ კანზე შეიძლება ლამაზად იყოს, მაგრამ გადაეკრება აპკივით, მაგრამ შემდეგ შეიძლება გაგვიმწაოს ესეთი მშრალი კანი. გენეტიკური დაავადებები არის ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზი, ეგზემა, კუპეროზი, აკნეროზაცია, რომელთაც საერთოდ არ ხდებათ მზის სხივები და განსაკუთრებით გადამეტებული UVB და UVA სხივები. ამისათვის მზის დამცავია საჭირო ყოველ სეზონზე. ზოგჯერ 50-იანი, ზოგჯერ 30-იანი SPF-ით. იცით, ზოგადად ყველა ადამიანს თავისებური კანია, ხო? ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. რა არის დამახასიათებელი მშრალი კანისთვის? მშრალი კანის დროს ამ წყლის ადჰეზია მიდის და არასწორი კვება, წყალს არ იღებენ საკმარისი რაოდენობით. რიგი შინაგანი დაავადებები, ენდოკრინული დაავადებების დროს, გამოსაკვლევია ესეთი პაციენტი ზოგადად და სწორად შერჩეული გარეგანი საშუალებები, იმიტომ რომ კანის გამოკვლევაა საჭირო, დერმოსკოპით იქნება ეს თუ კლინიკურად და ამის მიხედვით სწორად შერჩეული მკურნალობის საშუალებები თუ დამატენიანებელი. როგორც ცხიმიან კანს უნდა სპეციალური მოვლა, ასევე მშრალ კანს. მშრალი კანი უბრალოდ მოსავლელად არის, ანუ განკუთვნილი უნდა იყოს არაგამაღიზიანებელი დასაბანი საშუალებები. ანუ ცხიმიან კანს ხომ ჭირდება ისეთი, რომ ცხიმი ავიღოთ, აქ ბარიერული ფუნქცია არ უნდა დაირღვეს, ლიპიდური ფუნქცია არ უნდა დაირღვეს. ანუ მშრალი კანი გენეტიკურად არის და თუ არ არის სიწითლე, თუ არ არის აქერცვლა, არ არის პრობლემური ესეთი კანი, უბრალოდ სწორი მოვლა უნდა, სწორად შერჩეული საცხი, როგორც ცხიმიან კანს ჭირდება, ისე მშრალ კანს არ უნდა იყოს ალკოჰოლის შემცვლელი, დასაბანი საშუალებები იქნება თუ კრემები, პარაფენებს არ უნდა შეიცავდეს, უნდა შეიცავდეს ჰიალურონს, ნიაცინამიდს და ნაზი დასაბანი გელი უნდა იყოს კანისთვის, რომ არ გაგობეზიანოს. დღეში რამდენჯერ თქვათ უნდა სჭირდება კანს მოვლა, მშრალ კანს? აი როგორი არის რუტინა მოვლის? ორჯერ მინიმუმ. აი შეხედე მე ჩემ რუტინას გეტყვი, მე მაქვს ძალიან მშრალი კანი. დილით სულ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად იყოს დატენიანებული და აუცილებელია ამ დროს, რა თქმა უნდა, წყალი დატენიანება, მაგ კუთხით და დილით რომ დავიტენიანებ სახის კანს და ვცდილობ, რომ საპონი საერთოდ როგორც ესეთი მოვარიდო სახის კანს სპეციალური გამწმენდის საშუალებები, რომელიც კანს არ აშრობს და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ კანის ბევრი დამატენიანებელი გამოვიყენო და სამსახური და ბრუნდები თუ არა, რასაც ვაკეთებ, თუ მაკიაჟი მისვი ან რაღაც იმ წუთში ვცდილობ, რომ ეს მოვიშორო და ისევ ვიტენიანებ და ძილის წინ ისევ ვიტენიანებ, იმიტომ რომ იქ თუ ცხიმიან კანს შეუძლია დღეში ორჯერ, დღეში ერთხელ რაღაცნაირად გამოძრეს, ან შეერეულ მშრალი კანი მაგის საშუალებას არ მოგცემს. ანუ ქალბატონი ეთანხმებით, ხო? კი. ნუ მე გამიჭირდება ახლა თქვენთან კამათი ამ თემასთან დაკავშირებით.
და ქალბატონებს ვეტყოდი, რომ აი ასაკში, როდესაც არ მიდრეკილება თქვა ჭარბიწონისკენ რაღაც აი სულად ცხიმზე ვარი არ თქვა ცხიმიან საკვებზე, იმიტომ რომ ესეც აუცილებელია, რომ ცხიმი საჭიროა. სრულიად რომ ცხიმზე ვარი თქვა არ შეიძლება. მაშინ ნინა, მე გადავკითხვით ქალბატონს. ერთი წამი ვკითხო თუ ვეთანხმება ჩვენი პროფესიონალი, ეს ჩემი კარდიოლოგის დაგვირვება, მშრალკანიანი კარდიოლოგი. ანუ სწორი კვება არის აუცილებელი, გადაჭარბებული მზის ინსოლაცია გამორიცხულია, არც ცხიმიან კანს უხდება და არც მშრალ კანს. და ძილი, მოწესრიგებული, რაციონი, რეჟიმი, ვარჯიში. რა თქმა უნდა, კანის დაბერებას კი არ იწვევს მარტო მზის გადამეტებული ინსოლაცია, შუადღის მზეზე რომ წვანან არ შეიძლება. 11-მდე 4-ის მერე, 5-ის მერე. დაბერებას და სხვადასხვა სიმსივნური წარმონაქმნების გააქტიურებას, თუ გვაქვს თან გენეტიკური ფაქტორიც. ამიტომ მზის დამცავი უნდა გამოიყენონ 30-იანი SPF-ით და არის ესეთი მზის დამცავი BB კრემებშიც ზამთარი, გაზაფხული შემოდგომა, ზაფხულში 50-იანი პლუსი SPF-ით. და ქალბატონო ლანა, თქვენთან გადმოვალ კითხვით, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პრეპარატების და საშუალებების შერჩევა, იმისთვის რომ მოუვაროთ კანს და ვიგრძნოთ თავი ჯანმრთელად. რას გვთავაზობს ავერსი? მოგესალმებით. ავერსისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მის მიერ ასე ვთქვათ, წარდგენილი პროდუქტები, რომელსაც ავერსის საფთიქო ქსელში ნახავს მომხმარებელი, იყოს არა მხოლოდ სილამაზისთვის განკუთვნილი, როგორც ჩვენ ვახსენეთ, არამედ ჯანმრთელობისთვის იყოს პირველ რიგში უსაფრთხო და შემდეგ სარგებლის მომტანი. და რას გულისხმობს ეს? ხომ ქალბატონ ნინოს მშრალი კანი ქონია და საკმაოდ შემაწუხებელი და ასე ვთქვათ, რთული მოსავლელია მშრალი კანი, გამომდინარე იქიდან, რომ დღეში რამდენჯერ მეჭირდება მას დატენიანება, მოვლა იმისთვის, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, ცხოვრების ხარისხი იყოს მაღალი, არ შეგვიშალოს ხელი და არ შეგვექმნას დისკომფორტი დღის განმავლობაში, შესაბამისად სწორი პროდუქტების გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს ბრენდი ნორევა, რომელიც გახლავთ ფრანგული ბრენდი. ეს არის ბრენდი, რომელმაც უმოკლეს დროში დაიპყრო, ასე ვთქვათ, დაიპყრო მსოფლიო ბაზარი იმ მხრივ, რომ ეს არ არის მხოლოდ მოვლის საშუალებები, ეს არის პროდუქტები, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავს და როგორც ქალბატონმა ნინომ უამრავი ჯანმრთელობის პრობლემა ჩამოთვალა, რომელიც არ არის მხოლოდ კანის დაავადება, ხო, ეს არის ასე ვთქვათ, პრობლემები, რომელიც შინაგან ორგანოებზეც აისახება და ადამიანის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აუარესებს, ხო, ეს არის ძალიან დიდი პასუხისგებლობა ავერსის მხრიდან, რომ ჩვენ გვქონდეს ისეთი პროდუქტები, რომელიც ჩვენს მომხმარებელს შეუწყობს ხელს შეინარჩუნოს კანის სიჯანსაღე. კონკრეტულად წარმოდგენილი გვაქვს დღეს დამატენიანებელი საშუალებების ხაზი, რადგან მნიშვნელოვანია, რომ რუჯის მერე, რომელიც ჩვენი მთავარი თემაა, კანი კარგად დავიტენიანოთ. წარმოდგენილია დაახლოებით 6 პროდუქტი, სრული ხაზი, აქვარევას ხაზის, რომელიც მოიცავს ნორევას პროდუქტებს, რომელიც განკუთვნილია ტანის მოვლისთვის და ასევე სახის მოვლისთვის. პროდუქტები კონკრეტულად არის ორ ნაწილად დაყოფილი, კონკრეტულად დამატენიანებელი საშუალებები არის რიჩი და ლეჟერი, თქვენ ახსენეთ ქალბატონ ნინო, რომ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც ძალიან მშრალი კანი გვაქვს, უფრო მსუყე ტექსტურის კრემები და რიჩი ამ შემთხვევაში არის მსუყე ტექსტურის კრემი, არის ტუჩის დამატენიანებელი, ტუჩის ერთ-ერთი ესე ვთქვათ, ორგანო, რომელიც ძალიან ხშირად შრება ხოლმე, განსაკუთრებით მზის ზემოქმედების შემდეგ და დასაბანი საშუალებები, რომელიც განკუთვნილია როგორც სხეულისთვის, ასევე სახისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ქალბატონმა ნინომ ახსენა უსაპნო და საპნის გარეშე დასაბანებს ვიყენებო. რა თქმა უნდა, ნორევას პროდუქტები არ შეიცავს საპონს, შესაბამისად ფაქტობრივად არ აღიზიანებს კანს და შეიძლება, რომ ნებისმიერი პრობლემური კანისთვის გამოვიყენოთ, მათ შორის ასე ვთქვათ, ალერგიისგან მიდრეკილი, ძალიან გამომშრალი კანი, დაზიანებული კანი, შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ, ასევე კრემები გვაქვს, როგორც მსუბუქი, რომელიც შეგვიძლია სხვა კრემებთან კომბინაციაშიც გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ქმნის ისეთ ბარიერს, რომელიც კანს უწყობს ხელს იმაში, რომ არ გამოშრეს, შეინარჩუნოს ტენიანობა და ასე შემდეგ და ყველაზე მნიშვნელოვანი ძალიან კარგი ეფექტი აქვს, როდესაც რუტინას სრულად ვასრულებთ. მაგალითად, მარტო დამატენიანებელ დასაბანს კი არ ვიყენებთ ან მხოლოდ კრემს, არამედ სრულად ვიყენებთ ისეთ პროდუქტებს, რომელიც ჩვენი კანისთვის არის განკუთვნილი. ხო, ეს არის დაბანა, შემდეგ დატენიანება, დაცვა მზისგან და ასე შემდეგ. ამიტომ აი ამასაც უნდა მივაქციოთ ძალიან დიდი ყურადღება და რაც მთავარია, ავერსი ზრუნავს ზუსტად ამაზე, რომ ჩვენი კანი, ჩვენი ჯანმრთელობა იყოს დაცული და ჩვენი პროდუქტები არ არის მხოლოდ სილამაზე. ავერსის პროდუქტები არის ჯანმრთელობა და სილამაზე, მოდი ასე ვთქვათ.
რა არის ქალბატონინო ის ნიშნულოვანი კომპონენტი, რომელია ამ პროდუქციაში, რომელიც უწყობს ხელს აი სიჯანსაღეს დამატენიანებლები, ასევე ბიბი კრემი, რომელიც შეიცავს მთავარი ინგრედიენტი ახალგაზრდობის და ჩვენი სილამაზის ჰიალურონი, ნიაცინამიდი, არ შეიცავს პარაბენებს, ანტიალერგიულია, ეს არის უმთავრესი დერმატოლოგიაში და პაციენტებისთვის, არ მიცეს ალერგია და კანის დატენიანებას უწყობს ხელს სიპრიალეს, ჯანსაღი, იერი და მოვლილი კანი. რამდენად არის შესაძლებელი, როდესაც გარედან დატანებული საშუალება, იქნება ეს კრემი, გელი, მაზი თუ ასე შემდეგ, რომელიც შეიცავს ჰიალურონს, რომ ეს ჰიალურონმა გადალახოს კანის ბარიერი და განლაგდეს კანქვეშა შრეში. იმიტომ ვისუფთავებთ დასაბანით, რომ კარგად იყოს ნოტიო კანზე უნდა დავიტანოთ, რომ შეღწევადი იყოს, საცხმარო შეაღწიოს და კანის უჯრედები იყოს დატენიანებული, ნოტიო კანზე დავიტანოთ ამიტომ და იქნება ეფექტური. ანუ თქვათ შხაპის და როდესაც ფორები გაფართოებულია კანის სუფთა იმ დროს ალბათ კიდევ უფრო მეტი იქნება ეფექტი ამ საშუალების, როდესაც უკვე ამ გაფართოებულ ფორებზე და უფრო ესე ვთქვათ გამთბარ კანზე, როდესაც ეს მოხდება. ანუ ვისაც ეს ძალიან ცხელი შხაპიც არ შეიძლება. ეს ხო თავისთავად ამაზე ყველა ვთანხმდები. მშრალ კანზე, როდესაც არის სიმშრალე ისეთი არა ძალიან გამოხატული სიმშრალე, შეგვიძლია დღისით შრატი, საღამოს კრემი და არ იყოს ორჯერ კრემი. ანუ კანის ტიპის და მიხედვით და ჩვენი დედები იყენებდნენ რა მეთოდს, რომ აი როგორ სველ კანზე ხდებოდა, ანუ სახის კანის გამშრალება არ იყო, აი ამ სველ კანზე ხდებოდა კვებავი თუ დამატენიანებელი კრემის წასვლა. ზოგადად სასურველია, რომ შხაპის მიღებიდან დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში მოვასწროთ და წავისვათ საცხი იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ კანის ტენიანობა და უფრო ეფექტური იყოს საცხებიც. ქალბატონო ლანა, ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ქალბატონებზე, მაგრამ მოდით მამაკაცებსაც რაღაცა რჩევა. არის რამე ისეთი პროდუქცია, რომელიც ჩვენთვისაც იქნება სასარგებლო? ძალიან კარგი კითხვაა და მიხარია რომ მომეცემა საშუალება გავცე პასუხი. დერმატოლოგიური ბრენდები გამოირჩევა ასევე იმისთვის, რომ შექმნილია კონკრეტულად კანის ტიპების და კანის პრობლემების მიხედვით. ანუ თქვათ, ჩატარებულია კვლევები, რა პრობლემები აწუხებთ მომხმარებლებს, ადამიანებს და იმის მიხედვით იქნება თითოეული პროდუქტი. აქ არ არის განსხვავება სქესში, შესაბამისად, ნებისმიერი დერმატოლოგიური ბრენდი, რომელიც უდიდესი ასორტიმენტით და ძალიან დიდი რაოდენობის პროდუქტების სახეობებით წარმოდგენილია ავერსის სააფთიაქო ქსელში, მამაკაცებმაც შეარჩიოთ მათთვის სასურველი პროდუქტები. ამაში რა თქმა უნდა ჩვენი კონსტანტები დაგეხმარებიან ადგილზე. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო გამოვიდა ჩვენი გადაცემა და ძალიან სამწუხაროა რომ დასასრულს მიუახლოვდა. მადლობა უთხრათ ჩვენს არაჩვეულებრივ ლამაზ სტუმრებს ჩვენთან მობრძანებისთვის, საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ჩვენ კი ის გადავჩენია რომ ზუსტად 1 კვირით დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებელს. მომავალ შაბათამდე 16 საათზე ჩვენ შევხვდებით იმედის ეთერში. ვიყურეთ და აიმაღლეთ იმუნიტეტი.